გამარჯობათ მეგობრებო. აბა დღეს შემოგთავაზებთ ვიდეოს მათთვის, ვინც გეოგრაფიის მეოთხე კლასში არის ჩარჩენილი. შემოგთავაზებთ უნიკალურ ვიდეოს, ვინაიდან მე ამ საკითხზე გვარიანი ვიდეო მაქვს დადებული. ბიბლიიდან დაწყებული. ეს ეხება დედამიწის სიმრგვარეს. მეოთხე კლასში ჩარჩენის იმას ვამბობ, რომ იმის იქით ვეღარ გაიზარდნენ, ვეღარ გახსნეს გონება. და არც უნდათ თავისი სისტერით რომ დაინახონ რეალობა. მათ ესე არ იყოს უყურებდე და ვერ ხედავდეო. არ უნდა და იმიტომ რომ ბრიყვნი არიან. და მე არ ვაპირებდი ამ თემაზე, მაგრამ თქვენ კარგად იცით რომ მე ვაკეთებ ისეთ სიუჟეტებს, ისეთ ფაქტებს და დოკუმენტებს, რომელთაც ბევრი სხვა ვერ ხვდება. ამიტომ ის, რასაც ახლა მე თქვენ დაგიმტკიცებთ დაფაზე, ასეთი სახის ვიდეო არსად დედამიწის ზურგზე ჯერ არავის არ გაუკეთებია. ვიდეო იქნება პატარა ბავშვებიდან დაწყებული მოზრდილებამდეც. აბა წავიდეთ. მოკლედ მეგობრებო, როგორც გითხარით, შევეცდები მოკლე ვიდეო ჩავწერო, სხარტად, ყველასათვის გასაგებად იმ დონეზე, რომ მეოთხე, მეხუთე კლასის ბავშვს შეეძლოს ამის გაგება. ბევრი არის მოწინააღმდეგე ამ საკითხისა, ბევრი არის მომხრეც. ანუ ვინც ამტკიცებს ამას. სხვადასხვა ის 4 ნაწილი, რომელსაც მე აკვარიუმი დავარქვი, დევს Facebook-ზეც, დევს YouTube-შიც და გვარიანად ნახა ხალხმა. მაგრამ არიან როგორც ყოველთვის ბრიყვები, რომელიც რიყეზე ქვას არ დაინახა. უნდა და არ დაინახავენ და მორჩა. მაშინაც თქვი, რომ არ ვაპირებდი ამაზე გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ იმის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი ფაილი დავაგროვე, რათა კიდე თუ ვინმე გამოჩნდა თქო რა, მაგრამ არ ვაკეთებ იმის აფიშირებას კიდე. ეს არის ჩემი პირადი მიგნება, ჩემი პირადი აზრი, მტკიცებადი, რომელსაც თქვენთან ერთად დავივლით და დავამტკიცებთ ამას, რომ ჩვენ ვარ არა სადღაც კოსმოსში, ჩემო კარგებო, ჩამოკიდულები სადღაც, ვითომ გრავიტაცია, ვითომ მაგნიტური ძალები, კოსმიური მაგნიტური ძალები, თითქოს მიზიდულობის ძალა და ერთი ამბავიდან მოკლედ რა ვიცი, არიან ისეთი ადამიანები კიდე, რომელიც რო ეტყვი ამას, ხო? და გეუბნებიან, ეს იცით რა არის, როგორ ეს ფიზიკა და რა დროს ფიზიკა ხალხო. რაზეა საუბარი, როდესაც ელემენტარულ ანაბალანსია საუბარი. აზროვნების მეტი კი არაფერი. აი ამ ვიდეოს ჩავიწერ და საერთოდ მორჩები ამაზე საუბარს. და ეს თუ ვერ გაიგო იმათმა, თუმცა მათ შორის არიან განათლებული, რომელსაც ეძახიან თავის თავს განათლებული, არ მინდა ახლა სახელი და გვარი ჩამოთვალო, რომელსაც პირადი კონტაქტის დროსაც ვისაუბრეთ ყველაფერი და ისევ ფიზიკა და ფიზიკა და ფიზიკა. მოკლედ იყო ასეთი პერიოდი კიდე, როდესაც ზღვაში ჩავედით ერთად, ახლობელი, ძალიან ახლობელი ადამიანი და მეუთხარი, აგერ არის მეუთხარი ფაქტი. დედამიწა რგვალია თუ არა, გაიხედე მეუთხარი, ზღვის დასალიერს გახედე მეუთხარი. შენი თვალის ჰორიზონტითკო. და აი ამ ხელას სადღაც 150-200 კილომეტრის მანძილზე, ნუ თუ დედამიწა არ იქნება მორგვალებული ან ზღვაც უნდა და განახოს, მოხდა რომ მორგვალებული იყოს. კი არ მოbrunდა და კი არ შეხედა. პირდაპირ ეს ფიზიკაო და ასე, ნუ მოკლედ ის ფიქრობს რომ მე ვარ დაუნი, მე ვფიქრობ რომ ის არის დაუნი. მოდით ახლა დავამტკიცოთ ეს ბავშვებთან ერთად. მოკლედ მეგობრებო, ეხლა პატარა ვიდეოს განახეთ მე თქვენ. იმისათვის რომ ნახოთ თუ რა არის გავრცელებული და რას გვინერგავენ ჩვენ ტვინში. მოდით ახლა ეს ნახოთ ბარეკა, მოხოთ ცოტა დაჩქარებულ რეჟიმში. Космос необъятен. Но так ли это? Безусловно. По сравнению с Солнцем, наша планета кажется лишь небольшой иголкой. Но насколько все-таки огромен космос? Давайте выясним это вместе. Наконец, приближаемся к родным краям. Луна — единственный естественный спутник Земли. Ее диаметр составляет почти 3474 километра. Несмотря на красный цвет, Марс — очень холодная планета и достаточно маленькая по сравнению с нашей. Его диаметр всего 6779 километров. Сине-зеленая планета — наша родная Земля.
Ее диаметр чуть меньше 13 тысяч километров. Наш милый уютный домик. Мы уже обсуждали сегодня Нептун, самую отдаленную планету Солнечной системы. Однако он в 4 раза больше Земли. Его диаметр составляет почти 49 250 километров. Сатурн — газовый гигант, который получил этот титул абсолютно заслуженно. Его диаметр превышает 116 тысяч километров. Юпитер — крупнейшая планета в Солнечной системе. Этот газовый гигант достигает почти 140 тысяч километров в диаметре. Одна из бурь на его поверхности не утихает уже как минимум 4 столетия. И, наконец, Солнце. Сияющая звезда в центре нашего мира. Его диаметр почти 1 400 000 километров. Вы потратите больше 2 месяцев, чтобы на самолете добраться от одного полюса к другому. И, конечно, вам потребуется серьезная теплозащита. Но в сравнении с другими звездами Солнце — малютка. Взять хотя бы Виви Цефею B, одну из средних звезд в созвездии Цефея. По разным подсчетам она больше Солнца в 13-25 раз. Полярная звезда настолько яркая, отчасти благодаря тому, что она в 37,5 раз больше Солнца. ნახეთ ახლა ხო მოკლედ არ არსებობს პირდაპირ გეუბნებით სოფლიოში არ არსებობს ტექნიკა ანუ ბინოკლია თუ რასაც დაუძახებენ იმას ტელესკოპი თუ რაც იქნება რომ მილიარდები კი არა მილიონი კილომეტრის მოახლოებით რომ დაინახონ რაღაცა არ არსებობს ეს ტექნოლოგია არ არსებობს ეს არის ყველაფერი ბლეფი აბსოლუტურად ბლეფი. თუ რატომ არის ეს ბლეფი? ამაზეც მე იმ 4 ნაწილში მაქვს აკვარიუმში ნასაუბრები და ნუ დამაბრუნებ ძალიან თქო. იმიტომ რომ პირდაპირ ბიბლიაში წერია ანი და ბანი როგორც არის ასახსნელი იმ დონეზე ყველაფერი. ესეც თუ ვერ გაიგო, მაშინ რა ხმართა, ხო? და მით უმეტეს ახლა კიდევ თუ ვერ გაიგო. მოვჭათ ახლა ეს ყველაფერი და აი ეს აგვაქვს მოცემულობაში ახლა. ხედავთ, აი რამხელა იოტისოდენ არის დედამიწა და რა ბუმბერაზი არის მზე. მოდი აქედან დავიწყოთ. ახლა ჩვენ აქ გავაკეთებთ დაფაზე, იმიტომ რომ აი სადღაც დედამიწა დავხატოთ აი ესეთი. ხო? მზე დავხატოთ აგერ ბატონო. თანაც ეს რო დავხატ ეს უფრო პატარა არის. უფრო პატარა არის. და რა თქმა უნდა, აქედან აქამდე არის 150 მილიონი კილომეტრი. თქვენ გესმით? 150 მილიონი კილომეტრი. 150 მილიონი კილომეტრი. კარგით. ეხლა ჩვენ გვასწავლიან რომ ცის გუმბათი ეხლა ნუ ეს ხაზობრივად ასე არის, მაგრამ ასე წარმოგიდგენთ ჩვენ, ხო? აი ესე შემოფარგლოთ. აქ არის დედამიწა. აი ეგ არის დედამიწა. კი ბატონო. ეს არის ოზონი, ოზოსფერო, ახლა ასნაირ რაღაცებს არქმევენ და ბოლოს ცის თაღი და მე ეს კოსმოსია ეს ყველაფერი. წარმოვიდგინე რომ ეს არის ყველაფერი კოსმოსი, ხო? კი ბატონო. ან კოსმოსში ეგ ურანი, პლუტონი, სატურნი, ყველაფერი ასე შემდეგ და მაგაზე არ გავჩერდებით, რომელიც არის ბლეფი ყველაფერი აბსოლუტურად. ვისაც ისჭირია უმეტყვიან, ეს იქ ამაკ ნასაუბრები და თუ გნებავთ უყურეთ აკვარიუმ 4 ნაწილს. ესე იგი, შემოგარგებო. არის ესეთი დოგმა, მიჩნეული. ყველა დედამიწის ზურგზე, ვინც კი დედამიწიდან აფრინდა კოსმოსით, რაკეტით ასე. ყველგან ვიდეოში, სურათში და ვინც ჩამოვიდა კიდე, იქაური კოსმონავტები თუ ასე შემდეგ, ყველა ერთრიგად ამტკიცებს და გვანახებენ კიდეც რომ კოსმოსი არის სიბნელე. ხომ ასე? ხო ვიცით ეს? კოსმოსი არის სიბნელე. კოსმოსი რასაც ახიან? ესე იგი ამ ეს არეალი და ამის იქით. ხო? ეხლა გონიერი ტვინი უკვე ხდება, რასაც რისი თქმაც მინდა და დაგიმტკიცოთ, ხო? ამის, მაგრამ სანამ აი ამ მაკეტს არ განახებდით, აი ამ ნახაზ მანამდე ადამიანი ვერ მიხვდა. ვერცეთ სოფლიოში არ არის ასეთი მოცემულობა, უამრავი მაგ ნანახი, სხვადასხვა რაღაცები დამტკიცებულებები, მაგრამ ესეთი არ მინახეთ. ესე იგი, აქ არისო სიბნელე. ხო? სიბნელე და აქ ისე უამრავი ასე ვთქვათ, ვარსკვლავები და ასე შემდეგ. ხო ასე? კი ბატონო. ეხლა იმიტომ გეუბნებით მოკლე ვიდეო და ძალიან სხარტი იქნება და ყველაფერი და ესე იგი, რა ვიცი ახლა. დებილისთვის არ არის ეს. აი ეს არის მზე. ხო? შემოგარგებო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ მზეს რამხელა გამონათება აქვს,
რომ მან აქამდე მოაღწიოს, ხო? მოაღწევს არა? მოაღწევს რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ნაწილი ჩემო კარგო, აი ეს ნაწილი. იქით არ წავალ ახლა, ხო? აი ეს ამით შემოვიფარგო. აი ეს ნაწილი, ამას გამოსხივება რო აქვს. ეს ნათელი საწავიდა. და რატო დაბნელდა ეს კოსმოსში? როგორნაირად? აი, ვიცით რა, არც ლოგიკაში ჯდება, არც ამ სქემატიკაში ჯდება, ვერანაირი მასში, როგორ გითხრა, პარამეტრებში არ ჯდება. გონიერი ადამიანის დებილის კი? დებილის ყველაფერი მიღებულია. მე გეუბნები, აი ამ ხელა ნათელი. თუ მზეს მანათეთ, მე ახლა არ გადავალი მანიპულაციებზე, რომ დედამიწა ხან ისა რა ქვია, მზე არის, დღე არის, ღამეა და ასე შემდეგ, ტრიალებს და ელიფსისებურია და რაღაცა აგ ელემენტარულ რაღაცებში არ გადავა. უბრალოდ გეუბნებით, აი ეს ნათელი თუ მოდის, აი მზემდე, დედამიწამდე. მაშინ ეს ჩემი კოსმოსი, აი მოდი ამას ქვია კოსმოსი, ხო? ბატონო, კოსმოსი, ამ ხელა, ხო? აქ რატოა ბნელი თუ? ბოდიში. ახლა ნახეთ ფიზიკოსები. აქ კი არ არისო ბნელი. აქით არისო ბნელიო მეუნებიან, აქ. ასე შეიძლება თქვა და აქ არისო ვარსკვლავების იქ, ხო? იმის იქით, ხო? ფლაცისული. ესე იგი 150 მილიონი კილომეტრი აქამდეა და კოსმოსი რაკეტა ესე დაფრინავს 150 მილიონ კილომეტრზე იქით? ერთად აბსურდია. ამიტომ რომ ჩაიშებით ნებისმიერ შემთხვევაში. ნუ, ეხლა მოდი კიდე ასე ვთქვათ. ეს ხო გავიგეთ არა ეხლა მე მგონი გასაგებია. აი როგორ გითხრათ, ბავშვი ეხლა რო გამოვიყვანო საიდანღა მეზობლის ან ვინც არ იყო მეორე კლასის ბავშვი, ხო? ის გაიგებს, ხო? ამის გაკეთება მე შემეძლო ექსპერიმენტი. გამიგე აქ შუქს ავიღებდი ნათელს, იქით მას სიმნელის პატარა შარიკივით რაღაცა ბურთს და განახები თუ როგორ არის ეს ყველაფერი. რომ აქ არ შეიძლება კოსმოსში იყოს სიბნელე, ხალხო. მაშინ ოზე ამ ხელა მონსტრი ნათელი თავზე გადგას. და რამდენი ათეული წელიწადია ამით რომ გვაბითურებენ. ეხლა მეორე. თუ ახლა ნახეთ ამის ნათელი ახლა როგორ აი ესე შემოვრაგოთ ჩვენ ეს ნათელი მიდის ასე. ეს არის პატარა, ეს ამაზე უფრო პატარა ახლა ცოტა მეტი გამომივიდა დედამიწა. აი იმ სურათის მიხედვით რაც მე განახეთ, ხო? რანაირად არის გამაგებინეთ ახლა დედამიწაზე რომ შუა აზიაში, არაბეთში, კონკრეტულად უდაბნოში არის 55 გრადუსი და სხვაგან სხვადასხვანაირი ტემპერატურა. კაცო ხო ტრიალებს დედამიწა. ხომ არის ელიფსისებური, ხომ? და იქ რატომ არის მაინც და მაინც 55 გრადუსი, 50, 45-დან იწყება, 55-ით თავდება. ერთ და იგივე ადგილას რატოა ერთ და იგივე ტემპერატურა ხალხო ხო ტრიალებს დედამიწა. ხო, ადვილია ხო ყველაფერი, როდესაც აი ეს დეტალებში რო ჩაძვრები და აშკარად დაანახებ ყველაფერს. ტრიალებს ხო გვეუბნებით კაცო. მე ერთ და იგივე ადგილას რა, ეს მარტო ერთი სხივია აქ, მარტო ერთ სხივზე ერთ ადგილას წერტილში მიდის სხივი? ხო, მე კიდე იმასაც გვეუბნები, რომ ყინულოვანი ოკეანეო, ანტარქტიდაო, სადღაც ანტარქტიდის თავშია და ბოლოშია იქ, იქ არის რატომ მზე არ ადგას, ოი ნაკლებად არ როგორ კაცო რანაირად. თუ დედამიწა ტრიალებს, ხო? რაფერ არანათებს იქ ისა რა ქვია მზის სხივი და კი არის, მაგრამ ისი არადნობსო, კარგად. რას მეუბნებით, კაცო, თუ არაბეთში 55 გრადუსია და აი ამ ხელა 150 კილომეტრს წამოვიდა ეს მზის სხივია თუ ნათელი რაც არის, ხო? ამ ხელა პატრა დედამიწას თუ ერთ ადგილას დაეცა, აქ იქ ყინულოვანში არ მოხდება, ან იმის სითბო არ გააძნობ და იმას წამიერა? ხედავთ რა აბსურდში ვართ? და ცუდია დაღრიჯელობა, ხო? ესე იგი, მე გამახსენდა ერთი რამ, ეს აკვარიუმი რო დავამთავრე მე და შემდეგ კიდე რაღაცები გავგრძელდი კიდე, ხო? ლაშა მოდებაძეს ისნო თქვენ ჩემი მეგობრები.
მან დაწერა ესეთი პოსტი ერთხელ, ну გასაგები იყო ის, რომ ჩემ მართი ყოლ გაკეთებული და კიდე სხვების მიმართაც, მაგრამ ამ შემივად იცოდა, რომ მე ამ საკითხს ვამუშავებდი და უკვე დამუშავებული მქონდა და გატანილი მქონდა და ხალხსაც უკვე საკმაოდ ჰქონდა ნანახი და დადო ასეთი პოსტი. ვინც აი ამ საკითხს, ესე იგი, აპიარებს და ამტკიცებს და ასე შემდეგ, ყველა არისო სატანისტი და მასონების ისაო, რა ქვია, რაღაც. რა თქმა უნდა, მე დავაიგნორე, საერთოდ გავატარე, გამიგეთ, საერთოდ გავატარე და არ უპასუხე. კომენტარიც არ მიწერია, არც პირადში მიწერია, არც არაფერი. საერთოდ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცდებიან კიდევაც, მაგრამ აი ესეთი იარლიკის მიწება ლაშა მეგობარო, შენ არ გეკადრებოდა. პასუხი ეხა მე რაც უნდა მიპასუხო, აგერ არის პასუხი. გამიგეთ? და მიდი და ეხლა ამას უპასუხე, აი ამის გამოისობით უპასუხე შენ ხალხს. თუ რატო არის ამ ხელა მონსტრი ნათელი მოსული თუ აქამდე, რატომ არის კოსმოსი ბნელი? მე არ ვამბობ ეხლა როგორ არის დედამიწა სინამდვილეში მოწყობილი, იმიტომ რომ 4 ნაწილში მაგს ელემენტარულად. დებილებისთვის არ ვამბობ. გამიგეთ? ვამბობ 20 ვიღაცას თუ შეუძლია, მაგრამ გეუბნები მეორე, მესამე კლასელი ბავშვი რომ დავიშვო ახლა, ის გაიგებს. თუ ეს ნათელი არის აქამდე მოცული, აი ეს მთლიანად თანაც ეს სხივები, ეს ნათელი უпростоრად მიდის იქით-აქით და დედამიწას არ უნდა დარჩეს, მარტო თითქოს რო განახების ნახევარი მას რო ანათებს აქ დედამიწა, ისე კი არა. აქ უნდა დარჩეს სადღაც 1/4 ნაწილი ქვემოთ. იმიტომ რომ აი ეს ნათელი იმხელა არის. რომ იმის აი რეკოშეტიო რო იტყვი, მარტო ისის გაანათებს ამას. ამიტომ აი ეს არის გეოგრაფიის გაკვეთილი, თუ ვინ ვართ, სად ვართ და როგორ არის მოწყობილი ეს იქამაკ თქმა თქვა. ეს არის ძალიან მოკლე დროში ახსნილი, შემოგარგებო, გეოგრაფიის გაკვეთილი, სინამდვილეში სად ვართ. და არანაირი 150 კილომეტრი, მილიონი კილომეტრი. ეს არის რომელიც აბსურდი და სინამდვილეში მზე არის შემოკარგებო, როგორ გითხრათ, ეს დედამიწა ხო არა, ეს კოსმოსია ხო ვითომ, აი აქ არის ესა მზე და აქ არის კიდე მთვარე. და მზე და მთვარე დატრიალებს ირგვლივ. დედამიწა არ ტრიალებს. მორჩა და დამთავრდა. ამაზე კიდე ფაქტები მიდევს. ვისაც აგზირა და კიდევ როგორც გითხარით, ხეს ურახუნეთ თავი. მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გაიგებს. მეორე კლასელი ახალი ბავშვი, ვისაც უნდა ცნობიერების გაცნობა, იმას აუხსენი და გაიგებს. მორჩი